თორე ზაზაიკიმს არაფერი არ დაეწუნა. არა, მაგიტო არ მithქვამს უბრალოდ თქვენ. კი, აბა. ახსნას არ ვაპირებ, შეგვიძლია წავხვიდე მე ისედაც შემოვაზე მივდივარ ექიმთან ერთად. კაი, მიდო. მამ, მესენჯერში ჩაგიგდებ ექიმის სახელს და გვერდზე მითხარი თუ იცნობ. არაფერი რაღაც გამოცდაა და რომ დავილაპარაკოთ. კაი. მადლობა რომ მოხვდით. ხო, ცოტა ვერ ხვდები რატო დამიბარე. მე მგონი აქ მე ვარ, ის ვინც ბოლოს ხვდება რაღაცებს, არა? რა გინდა? მოდი არ გვინდა ხ თავის მოტყუებები. მხოლოდ ერთი კითხვით ვარ მოსული. სპეციალურად მოხვედი კლინიკაში, ხო, რომ კერესას ახალ გოგოზე გადაგო. ეს კერესამ გითხრა ესე? ანუ არ ვწდები. შენ რა მნიშვნელობა აქვს? არა, არანაირი. ვიცი რომ თქვენი ურთიერთობა დასრულებულია, უბრალოდ შენ მიზანს ვერ მივხვდი. და ამის გასარჩევად დამიბარე აქ? არა, უფრო იმისთვის რომ მეტჯერ აღარ შეგვაწუხო. არც მე და არც კერესა. თუ მჯეროდეს მე რით შეგაწუხეთ შენ და კერესა? ბოდიში. ისევ თავს ვიტყუებთ? მე მგონი საერთოდ არ უნდა მოსულიყავი რა. რა ერთი კითხვა მაქვს. გისმენ. რამდენი ხანია რაც დაშორდით? და თქვენ რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? 6 თვე. იცი რა? თაკო შენ არაფერზე არ ინერვიულო. ჩვენ მანამდე დავშორდით. არა, არ უნერვიულობ. უბრალოდ ეცადე და თავი შეიკავე მსგავსი საქციელების. იცი რა, არანაირ რჩევად არ იგებებს არ საჭიროებ რა. მაგრამ მაინც მადლობა. კარგად. ხო და იმედია გაითვალისწინებ. ნახე შედეგები? კი, შენ? კი და გამოვშტერდი. ლიზაზე ხო? ხო, რანაირად მიიღო უმაღლესი ქულები? კი, ნახავ საყლაპავი გახვრი და მილით. აზრზე არა. თან აი მესამეცდამდე არაფერი გამოსდიოდა. ხო და აქ უეჭვლის სხვა ამბავი არის. რა? არავისთან არ თქვა. კაი, ვისთან უნდა ვთქვა? დაიფიცა. საბავშვო ბაღში ხო არ ვართ? გეფიცები. მოკლედ მამამისზე მგონია რა. მამამისის რა შუაში? ანუ მამამისი აქ ხომ მთავარი ქირურგი იყო. ხო და ეხლა სხვა კლინიკაში არის, მაგრამ ზაზაიქიმის ხელა ზუსტად და უეჭველი რაღაც ძალიან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ მაგათ. აი, დარწმუნებული ხარ? კი. სირცხვილი. აბა სხვა რა უნდა იყოს, ვერ ხვდები. არ ვიცი, აზია. შტა არ თქვა. კაი, სად უნდა ვთქვა? რა სირცხვილი ახლა. და უსამართლობად, ანუ სულ ეგრე ხდება რა. ანუ როცა ვინმეს პატრონი ყავს, პრობლემები არ აქვს და ჩვენ ვიჭილდებით სულ. კარგი ზვიად, კარგი, ნუღასო, რაზე ვილაპარაკეთ წეღან რა. ბიჭო, სადაც ის ზვირიანი ვისკი გაჩუქა. რა იცი აქ რა ფულიას ხე, ჰა? ესაკებია, მაგრამ საჭმელი ჭამე, შენ ისე ზვირიანი იქნება რა. კარგი რა, გასპერჯან, გავირთოთ რა. ის ჯანრა დაამუღამე ახალი ეხლა. გითხრა. წეღარო ირინამ კაცი გავუცნო. აი, ხელი ბიჭო, ხელი. სუ ესე მეუბნებოდა. მაგარი ხარ ზვია ჯან, მაგარიო. რატომ უთხრიდებას? აქ გასართობად არის. პირიქით, შენც უნდა დალიო. მართალია, უნდა დალიო და მოდუნდე. რა, უბრალოდ არ მინდა რომ ესეთი ლამაზი მანდილოსნის წინაშე შევრცხვეთ. ძალიან საყვარელი ხარ ასე რომ ზროვნა.
მაგრამ დღეს ჩვენი ოფისის გახსნას აღვნიშნავთ. რაშიც თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ. ჩვენ ხო უბრალოდ ავეჯი გავაკეთეთ. უმაღლესი ხარისხის ავეჯი. ძალიან მიხარია ესე რომ მოგწონთ. მოგწონს. თავს ასაკში ნუმაგრძნობინებ. არა, რას ამბობთ? უბრალოდ რას ამბობ? ასე უკეთესია. წამოდი ბარმენს ვთხოვ, რომ ჩემი საყვარელი კოქტეილი გაგიკეთოს. კი ბატონო. კეთევან რა ოპერატიული ყოფილხარ ყოჩახში? ფულს იმ შემთხვევაში მიიღებ, თუ მეწოდინება, რომ ეს ბოლოა. რა თქმა უნდა. ასე. მე გარანტია მჭირდება, რომ მეტი შანტაჟი და ფულის გამოძალვა აღარ იქნება. რა ვქნა, ხატზე დავიფიცო? უნდა მენდო. არანაირი შანტაჟი და გამოძალვა. არავითარი შანტაჟი და ფულის გამოძალვა. აქ ნახევარია. ყველაფრის მოგროვება ვერ მოვახერხე. მეორე ნახევარს 3 დღეებში მიიღებ. გაგიკვირდება და გენდობი. აი, როდესაც მეორე ნახევარსაც მომართმევ, ვეღარასოდეს ვერ დამინახავ თვალით. მაგის დიდი იმედი მაქვს. უნდა გქონდეს. პორტოხლის წვენი იყო მარტო. როგორი ყურადღებიანი ხარ. აუ, შენ კიდე ძალიან სექსუალური. ამის მოსმენამ სიამოვნებს. მოდი სანამ დელივერი მოიტან შამპანიურს, ამითი გაგიმარჯოს. მოხედი დედა? ხო, ჩაი გაგკეთო? აუ ხო, ეთერი დედას გარკვეულწილ წამოვიდეთ იმითი რა. გაიდე. შეიძლება არ გძინავს. რა ვიცი, გელოდებოდი და თან აქაურობა შემომელაგებინა. 2 წლის ვარ ესე რომ მელოდები ხოლმე? ექიმი ხარ და იცი ძილი როგორი მნიშვნელოვანია. შვილით რომ მნიშვნელოვანია, ეგეც ხო იცი. და რა ვქნათ ახლა ეს მთელი ცხოვრება უნდა მითენო ღამეები? დე მეინატრები საერთოდ ვეღარ ხედავ ამ ბოლო დროს. ან არაფერს აღარ მიყვები. რას არ გიყვები? ყველაფერს გიყვები. შენ გოგოზე. ვინ გოგოზე? კაი რა ნიკა. ხო ვიცი რომ ვიღაც ყავს. დაიწყო ახლა ის. არავინ არ ყავს დედა. ნიკა მე ნუ მატყუებ, გრძნობ. ზადაა ჩემი. კაი. გავიგე რომ ლიზა არ არის და სხვა? გეხვეწები დავხულოთ რა ეს თემა რა. ნიკა. გუშინ დაგინახე მანქანაში ვიღაც გეჭდა. ვინ მეჭდა? ეკა. ეკა? გაიშტერა ეხა თავი. ეკა მარის დაქალი ეკა. დაიწყო ფანტაზიურობა. მარი მთხოვა თბილისში თუ მიდიხარ ჩამოიყვანეო და მიყვარს. კაი შულო, ეგ თუ არ გიყვარს, მაშინ მითხარი, ვინ არის და შეგეშვები საერთოდ. დედა? ნიკა, გრძნობ რომ შეყვარებული ხარ და ვერ ხვდები რატომ იმალა. ანუ რა გინდა გითხრა რომ ვიღაცა მიყვარს? მიყვარს, დამშვიდი ახლა. რატომ ამშვიდებს დედა? და ვინ არის? აღარ მინდა ჩამოიყვანო. დედა, რატომ ექცევი ნიკა ასე რა? რატომ იმალავ შვილო, რაც შენი ბედნიერება, თუ კი ვინმეს გაუხარდება, ხო იცი რომ პირანი მე ვიქნები რა? ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს. რა ხდება დედა? დედას ნუ მეძახე. შენ დედა აღარ ყავს. ვინმე სალოდები თუ სტუმრად ხარ? არა, შენი ნახვა მინდოდა. რატომ? მოხდა რამე? იცი რა მითხარი? ორ ხალთან ერთდროულად შეხვედრა ასწორებს? კაია? ანა. ქმარშვილიანი ტუტუცი გოგო ჩემშულს თავგზას უღრევს და აქეთ მეკითხება რა დაგემართაო. მალე ხომი
ვიცი რომ მიდის და აღარ იცდის დრო ახელ თვალებს